გამარჯვებით იყო მეგობრებო. გენიოსი იყო ის მწერალი, რომელმაც თქვა რომ ყოფნა არ ყოფნა საკითხავია ეს არისო. საკითხავი დღეს არის მთავარი, რაც აქ წერია საკვების სიცოცხლისათვის. ეს არის მართლაც ყოფნა არ ყოფნის ძალიან დიდი, როგორც ითქვენ, წყალგამყოფია, რას ვჭამთ, რა ნიადაგიდან ვიღებთ, რას უნთქავთ, როგორია ჰაერი, როგორია წყალი, როგორია გარემო საერთოდ. აღმოჩნდა რომ სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი საყრდენი თუ გინდა შეინარჩუნო ხალხმა არ დატოვო შენი მიწა და სხვები არ მოვიდნენ, ეს არის შეინარჩუნო მიწის სიძლიერე, შეინარჩუნო ის განწყობა, რომელიც საქართველოში ტრადიციულად იყო მიწისადმი, შეინარჩუნო ის რომ ადამიანი ყოველთვის და ქართველი კაცი ყოველთვის სუფთა ჰაერზე ფიქრობდა, კვების პროდუქტებზე ფიქრობდა და მე ვიხსენებ ახლა დღეს აი ეგ რამ შემადგენლობას რომ ხედავ გაუცებულ გახარებული ვარ და მეორეს პრივ ბაგრატის ლეონ მეფე სადაც იჯდა რომელიც საუკუნეები ესენი მე-5, მე-6, მე-7 საუკუნე და ამ დროს როგორი მაცივარი ქონდა მოწყობილი და როგორი იყო საკვები პროდუქტები დაცული ეს იყო სასწაული რა ისტორიაც ჩვენ საქართველოს გვაქვს დღეს არის აი დიდი შემადგენლობა შეკრებილი მეცნიერთა საკითხთა საკითხია სწორედ რას ვჭამთ ანუ საკვების სიცოცხლისათვის ეს არ არის შემთხვევით გამონათქვამი ეკუთვნის ბატონ თენგიზ ჯალიაშვილს იმიტომ რომ საკვებმა შეიძლება სიცოცხლე დაგისრულოს და შეიძლება საკვებმა სიცოცხლე გაგიხანგრძლივოს დღეს რეალურად რასაც ჩვენ დღეს ვიღებთ ეს საწამლავისკენ უფრო მიდრეკილი ვიდრე იმისკენ რომ რაც შეიძლება დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვროთ და ნაკლებად ვიღებდეთ წამლებს და თვითონ საკვები პროდუქტი იყოს წამალი და ამიტომ გამოჩნდა ესეთი გამოთქმა რომ პური როგორც სამკურნალო პური აი რომელიც შემდგომი განვითარებაა და ეკუთვნის ჩვენს მეგობრებს ეს გამოთქმაც ბიორაციონალური საქართველო არის ის ორგანიზაცია დღეს რომელიც დაფუძნდა საერთოდ ჩვენი ერთობით და თანხმობით ძალიან საინტერესო პიროვნებების მხარდაჭერით ამის თაობაზეც ვილაპარაკებ ჩვენ და ძალიან კარგია რომ ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტიტუტია რომელიც თქვა აი ამ უпроსორად სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი კავკასიის უნივერსიტეტი ბატონი კახა შენგელია და ბატონი გოჩა ძასოხოვი რომელსაც ძალიან საინტერესო გამოცდილება აქვს სწორედ კვების პროდუქტების და ამ მიმართულებით და ძალიან კარგი ტრადიციები აქვს ჩვენი კარგი ტრადიციები გაცნობიერებული აქვს და რეალურად მოქმედებაში მოყვანილი ეხლა ჩვენ დღეს რა შემადგენლობით ვართ ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი ხშირად საუბრობ ამაზე მაგრამ რაც დრო გადის მით უფრო ხვდები გაუცემული ამ პიროვნებით იმიტომ რომ საქართველოში როცა ასეთი კაცი გვყავს მას მეტი პატივისცემით უნდა ვეკიდებოდეთ და ხშირად უნდა უსმენდეთ ასეთ ადამიანებს მე ვარ ბედნიერი რომ ამის საშუალება მაქვს და ვარ რომ აი გარკვეულწილად აი მის გაკვეთილებს ვიღებ თუ ყოველდღე არა კვირაში ერთხელ მაინც და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ვიღებ საინტერესო მასალას რომელსაც ის მსოფლიოს ყველა კუთხიდან იღებს ამუშავებს და შემდგომ გადამუშავებულ მასალებს რომ იგზავნის ну რაღაც მე თვითონ განსაკუთრებული ვარ და ყველანი აგერ ჩვენი მეგობრები აი ესეთ ამ მიმართულებით ძალიან ბევრ რამეს როგორც ითქვიან მირჩევენ მიგზავნიან მასწავლიან და მე დავწმუნდი იმაში როგორც პოლიტიკოსი ამ შემთხვევაში როგორც ვთქვათ პიროვნება რომელმაც მინდა რომ ძლიერი საქართველოში ვიცხოვრო მე დავწმუნდი იმაში რომ ყველაზე მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის არის ის რომ კარგად მოუვაროთ ჩვენს მიწას წყალი გქონდეს სუფთა, ჰაერი იყოს სუფთა და ვიღებდეთ კვების პროდუქტებს და იმუნური სისტემა იყოს დაცული, როგორც ვთქვათ, აი ბატონ თენგიზ უყვარს იმუნიზაცია, ანუ ადამიანი იყოს მზად ძალიან სერიოზული შემოტევებისათვის, თუნდაც გარედან რომ მოდიოდეს ეს და რაღაცა. ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი გითხარით, ხალბატონი მარიამ კიკაძე, რომელიც ამ ბიორაციონალური საქართველოს როგორც ფირმა ემს არის, მისი დირექტორის გახლავთ და ძალიან სასიამოვნოა ის შედეგები ჩვენ ალბათ ერთ-ერთი პირველი სიტყვა მას უნდა მივცეთ, იმიტომ რომ პირველ შედეგებს ვიხილავთ ჩვენ, რაც მოგცა მეცნიერთა პროექტმა მეცნიერებას პლუს საკუთრება, პლუს ფინანსები, პლუს მენეჯმენტი და პლუს რეკლამა. რა მოგცა ამან ალბათ ხალბატონი მარიამი უკვე რაღაც გარკვეულ შედეგების თაობაზე გვეთქვის. ძალიან ხშირად გამოდის და ბატონი ზურაბ კუმსიაშვილი, რომელიც ერთ-ერთი როგორც ექიმი პირველ რიგში, როგორც მეცნიერების დოქტორი, მედიცინის
მიმართულებითა და აკადემიის წევრი და ძალიან საინტერესო პიროვნება საოცარ ექსპერიმენტებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი მის ეზო გარემოში რა ექსპერიმენტი სტარდება ჩვენ სექტემბერში ალბათ ერთი ძალიან დიდი საოცრების ხილველი ვიქნებით, სადაც გაერთიანებულია იმ ჯგუფის და ბატონი თენგიზის რეკომენდაციებით, რას ნიშნავს ჯეჯილი და რა არის, რა პერსპექტივა გააჩნია მას ხოსორად საუბრობ ბატონ თენგიზ და სამომავლოდ. მე უბრალოდ ვამბობ, რომ უაღრესად დიდ საქმეს უდგას და სამომავლოს ბატონი გიორგი წივწივაძე, რომ ჟანგბადის საკითხი და სისუფთავე, პროდუქტების სისუფთავე გაწმენდა ყველაფრის თესლი იქნება თუ მიწის და ასე შემდგომ და ის დაკავშირებულია ოზონთან და რომ ჩვენ სახლშიც, ოთახშიც კი გქონდეს და ვსუნთქავდეთ, აღარ არის საუბარი იმაში, რომ საჭმელში, სასწავლში ეს არის ძალიან სასიამოვნო რამ და მე არ დავიღლები ამ ადამიანებზე საუბრი, თუმცა დღეს მოკლედ ვამბობ, მაგრამ მე მიხარია, რომ ქვეყანას ასეთი ხალხი ყავს და მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ის და მე ამ შემთხვევაში ჩემს ერთ-ერთ ძირითად იმათ დამსახურებად ვთვლი იმას, რომ მე ასეთი დიდი გუნდი შეიკრა, რომელსაც აი სასწაული რამ აქვს და მე თავშივე ვიტყვი, რომ კენედი, რომელიც მოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოვიდა, აი აგერ მაქვს ახლა დასკვნები აგერ ბატონ თენგიზი ალბათ კიდევ უფრო გააძლიერებს ამას. ბატონმა რობერტ კენედიმ უპირველესად აკრძალა სინთეტიური პიგმენტების გამოყენება კვების სექტორში. ცხადია, რომ ეს ოქროს შანსი ნატურალური პიგმენტების, ეს არის ოქროს შანსია ნატურალური პიგმენტების წარმოებისათვის. და ჩვენ ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი კაცია, ეს სწორედ პიროვნება აგერ გვყავს საქართველოში ბატონ თენგიზი და ბატონ თენგიზისგან გავიცანი ჩვენ ბატონი გია გახუკიძე, რომელიც ნუ აი ჩვენ როის გვეგონა რომ მატლი და ფოთოლი გადასაღრელია და რაღაც და ჭიაყელა რომ გადასაღრელია, თურმე ამაში ყოფილა მე სიბზნე რომ მოდის რომ რაშიც ხილი რომელშიც არის ჭიაყელა, ჩათვალე რომ ასე არა ჭია რომელშიც არის, ეს არის ყველაზე ჯანსაღი საკვები პროდუქტია, აი ეგერ ამ კაცმა და ესე იგი ბატონმა თენგიზმა მან და ამ ჯგუფმა დაადასტურა, რომ ფოთოლი არის ყველაზე კარგი, რომელი პესტიციდი, რომელი თქვათ ესენი რა ქვია ქიმიკატები და ესენი ყველაფერი აგერ გქონია, რომელსაც ვყრით და ვწვავთ. და ეგერ შეიქმნა კაცი გამოვიდა, რომელიც უკვე რეალურად ძალიან მალე თუ ავეწყობით ამაზე გამოცხადდება ტყეებში შეგროვება ამ ფოთლის, რომ ადამიანებმა თვითონაც რაღაც გარკვეული თანხა იშოვონ და ეს გამოყენებული იქნას, რომ ვიკვებოთ ძალიან ჯანსაღი პროდუქტები. და ეს შემადგენლობა ვარ ჩვენ დღეს აქ ასეთი იმით. მე მიხარია, რომ ქვეყანაში მეცნიერთა კონგრესი სწორედ პრაქტიკულ საქმეებზე არის ორიენტირებული. ძალიან მახარებს ის, რომ ბატონ თენგიზ ასეთი კავშირები აქვს გარეთ, ძველი ქონდა და ეხლა კიდევ უფრო გაძლიერდა და ძალიან მახარებს ის, რომ დღეს რაც ჩვენ 2 საათის განმავლობაში ამ შეხვედრამდე აქ ძალიან ესეთი საქმიანი, ესეთი პრინციპული კამათი გქონდა, მსჯელობა იყო, ნუ ეხლა მე გარედან უსმენდი ამას ამ პროფესიონალების საუბარს, მაგრამ დავწუნდი იმაში, რომ რაღაც დიდ სიახლესთან მდგევარ ჩვენ წინ, რაღაც დიდი ნახტომისთვის არის ეს ჯგუფი და არა მარტო ეს ჯგუფი, არამედ საზოგადოება საქართველოს მზად იმისთვის, რომ ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ ისეთი რამ და ეს ყველაფერი დაკავშირებულია არა მარტო თქვათ იმასთან, რომ პური იყოს ჯანსაღი, არამედ დაკავშირებულია ჯეჯილთან, იმ წარმოებულ ტექნოლოგიასთან, რომელიც ამ გუნდთან არის დაკავშირებული. რა ვიცი ბატონ თენგიზ, თქვენ ხარ ჩვენი მთავარი, როგორც იტყვიან, მამამთავარი ამაში, რა მე დავაკელი ზედმეტი ვთქვი თუ როგორ არის საქმე, როგორ არის? არაფერი, უბრალოდ ყველაფერი, უბრალოდ ძალიან მოკლე შესავალს ანამ ჩვენ დიდებულ კოლეგებს ჩავთავთ. მე მინდათ გაჩვენოთ ეს წიგნი, რომელიც არის ბესტსელერი, შეიძლება ითქვას და აწერია ამას Super Food and Functional Food. Super საკვები და ფუნქციური საკვები. Super საკვებში გამოყვანილი ყავთ სპირულინა. უბრალოდ გამეღიმა, ვინაიდან თქვენ დანარჩენი რატომ გამეღიმა თქვენ თვითონი ფიქრეთ, ხოლმე თქვენი ყურადღება მინდა შევაჩირო ფუნქციურ საკვებზე, რომელიც არის, როდესაც ასეთი წიგნი გამოდის და ასეთი მიმართულება არის, რომ ფუნქციური საკვები ეს არის ის, რაც ჩვენ იმუნური დაცვის სისტემას აძლიერებს, რომელიც ჩვენ სიცოცხლის ხანგრძლივობას აგრძელებს, ზრდის და შესაბამისად სწორედ მე ქაბატონ მარი შევთავაზე, რომ ფუნქციურ საკვებში გავიდეს მის მიერ წარმოებული ორგანული ქართული ხორბალი და არა მარტო ფუნქციურ საკვებში, არამედ უფრო მეტიც
რომელსაც ჩვენ გვინდა შეერთავაზოთ მაჰას ჯგუფს მაჰა არის გავხადოთ ამერიკა ისევ ჯანმრთელი რომელიც მათ სწორედ გამოადგენთ აი ის ყველა ის სიახლეები ინოვაციები რაც ჩვენი ჯგუფი უკვე უგზავნის ამასთანავე მე ჩვენ უკვე მივმართეთ ამერიკაში საქართველოს ახალ ელს ქალბატონ თამარს რომ საელჩოში მოხდეს გარკვეულწილად აი ამ პროექტების წარდგენება ამერიკაში თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით ბატონ თენგის ამ საკითხზე მე და თქვენ ცალკე მინდა რომ ვისაუბროთ ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა უაღრესად მე ვნახე ის წერილი რომლითაც თქვენ მიმართეთ და როგორც თქვათ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ფუძემდებელი პიროვნება ხართ მეცნიერთა კონგრესის და თქვენ და ადამიანებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა ყველაფერი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს წერილი და მე მინდა რომ იმ წერილზეც და საერთოდ იმაზე რომ ელჩს მართლაც უდიდესი რამის გაკეთება შეუძლია დღეს მით უფრო ჩვენ ახლა დღეს რა შედეგებსაც ვიხილავთ აი რაც არის მიღებული მე მგონი თქვენ აფასებთ ამას როგორც პოზიტიურს არა ქალბატონმა მარიამმა რა შეძლო იმიტომ რომ აქ იყო მოლოდინი რომ ჩვენ შეიძლება მიგვეღო დიდი რაოდენობით მე მინდა ვთქვა და გარკვეულწილად აი საჯაროდ უთხრა მოუხადო ბოდიში ქალბატონ მარიამს იმიტომ რომ ის ამბობდა რომ სექტემბერში უნდა დაითესოს ოქტომბერში დათესვა და ნოემბერში არ ვარგა ანუ გვიანია ჩვენ 14 ოქტომბერს 14 ნოემბერს თუ მე დავთესეთ და ის წინააღმდეგი იყო რომ გადავიტანოთ იქეთო მაგრამ ისე ვიყავით აწყობილი ყველანი და ვთქვით რომ წავიდეთ მართლა შეიძლებოდა რომ მას მოეწია 5-6 ტონა გექტარზე მაგრამ უნდა მიეცა პესტიციდები უნდა მიეცა აზოტი უნდა გაეკეთებინა ეს არის თუ არა დღეს აი ყველა მინდა ამაზე თქვა გმირობა ის რომ ამ ქალბატონმა გაუძლო ყველა შეტევას და თქვენზე დაყრდნობით ერთი რაიმე პესტიციდი და ერთი რაიმე ესე იგი ქიმიური რაიმე არ შეიტანა ამის იმისათვის რომ საზოგადოებამ ეჭვი არ შეიტანოს ქალბატონ მარის უკვე გაკეთებულ და უკვე მიღებულ ორგანულ ქართულ ხორბალში მე ამაზე არა ვარ სრულთლიანად შეიძლება ითქვას რომ ამისი გაუმჯობესება შეიძლება და ნება მომესიც რომ დღეს თქვენი საავტორო გადაცემა მიმართოთ როგორ გაუმჯობესოს ქალბატონ მარიმ აი ეს მიღებული შედეგები დიდებული შედეგები მოულოცავ რომ ორგანული სოფლის მეურნეობაში პირველი შეიძლება ითქვას დიდი ნაბიჯი გადადგა ქალბატონ მარიმ და არა მარტო ორგანულ სოფლის მეურნეობაში და ქართული ხორბლის წარმოებაში არამედ მან ჩაუყარა საფუძველი აბსოლუტურად ახალ ინოვაციურ მიდგომებს, რომელსაც ფუნქციურ საკვებზე გავიყვანთ. დიდი საქმეა ძალიან. ამიტომ პირველი მინდა რომ ქალბატონ მარის სანამ გადავცემთ იმას, რომ როგორ უკეთესად გააკეთოს ქალბატონ მარიმ, პირველი დავიწყებთ იმით, რომ როგორ შეინახოს ეს მოსული ხორბალი, რომ მასში არ გაჩნდეს სოკოვანი დაავადებები და ის და ბატონ გიორგი წიწივაძეს ხო ბატონი გიორგი შენაძენია ამ ჯგუფისთვის და საქართველოსთვის საერთოდ და ძალიან საინტერესო პიროვნება. მოგესალმებით, პირველ რიგში ბატონი გიორგი ძალიან საინტერესო გადმოსვლა არის. ჩვენ როგორც წესი საქმეს უნდა ფესვებიდან გავაჩინოთ და მოკლედ გეტყვით, რომ იმისთვის რომ ჩვენ კარგი ხორბალი დავთესოთ, ჯერ პირველად კარგი მიღებული ხორბალი უნდა შევინახოთ. იმიტომ რომ ხორბლის მიღების შემდეგ დაახლოებით 1 წელი გადის, სადაც შემდეგი სეზონი დაიწყება. ეს არის ის პერიოდი, როდესაც მოწვეული მოსავალი უნდა დაიცვა დაავადებებისგან, მწერებისგან, სოკოსგან, ვირუსისგან, ბაქტერიისგან, გრნელებისგან, ანუ მალვებლებისგან, მათი ჭუპრები, ლარვები და ასე შემდეგ. და მოიყვანო იმ მდგომარეობამდე, რასაც ჰქვია დასათესი წინასწარი მოსამზადებელი პირობები. პირველ რიგში მე გინდა გითხრათ, რომ ოზონი არის ყველაზე ძლიერი ჯანგვრელი, ასე ვთქვათ, რომელიც 10,000 ჯერ ჯობია ნებისმიერ ქიმიკატს თუ დამცავს სხვა საშუალებას, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი მალე ასრულებს თავის საქმეს და მერე უბრუნდება გადადის ჟანგბადში, ანუ არ ტოვებს არანაირ ანარჩენებს, არ აქვს დი პროდუქტები. ამიტომ პროდუქტის ამ შემთხვევაში ხორბლის შენახვისთვის, როდესაც რეაქტორში, ელევატორში ის ინახება,
იქ იწყება მთელი რიგი პროცესები და მუდმივად ჭირდება მას ოზონით დამუშავება. დაახლოებით 7-10 დღეში ერთხელ ოზონით ჰაერნარევი ოზონით იგი დამუშავდება არც ისე დიდი კონცენტრაციებით, სადღაც 30-60 მილიგრამ მეტრ კუბზე, ეს არ არის დიდი კონცენტრაცია, თუ 2000 კუბიან ელევატორს წარმოიდგენთ, ის არის დაახლოებით 100 გრამიანი ოზონ გენერატორი, ერთ-ერთი ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, საინდუსტრიული მაჩვენებელი. ამიტომ 10 დღეში ერთხელ ამის დამუშავება წარმოიდგინეთ, რომ ოზონი არის მძიმე აირი, რომელიც ზემოდან ქვემოთ ჩამოდის, ამიტომ მას არ აქვს პრობლემა, რომ გარს შემოეხვიოს მთლიანი ხობის მარცვალს, რაც უფრო მშრალია მარცვალი, მით უკეთესია ამ შემთხვევაში შენახვის პირობებში, თუ რამე ვირუსი, ბაქტერია, ან ღნელი არის აბსოლუტურად ელიმინირებს მათ იქ ყოფნას, მაგალითად ვირუსის სპორები ბაქტერიებისთვის საკმარისია 2 მილიგრამიც კი მეტრ კუბში. როდესაც 5-6 მილიგრამი, 6-10 მილიგრამი საკმარისი არის წერების გასაუვნებლყოფად, ხოჭოების, მათი ჭუპრების, ლარვების, რაც უფრო მდგრადები არიან, მაგრამ ის მოქმედებს ესეთი პრინციპით, რომ უჯრედის მემბრანას ანგრევს, შემდგომ უკვე პლაზმასაც და პრაქტიკულად 1-3-4 დღის შემდეგ ეს მწერები, ხოჭოები არიან ასე ვთქვათ კომატოზულ მდგომარეობაში, არა ორგანულ მდგომარეობაში და მე 5-10 დღის შემდეგ იუღებიან. ანუ ეს არის უნებელი მეთოდი, როგორ დაიცვა დაავადებებისგან და მავნებლებისგან. ეს არის პირველი სტადია, პირველი და მეორე სტადია ერთდროულად. ეს ყველაფერზე შეიძლება გამოყენებული იქნას ხო პროდუქცია თუ ხორბალთან დაკავშირებით? არა, ეს უბრალოდ ხორბალზე ყვებით. და ხორბალი ჩაყრილი უნდა იყოს იმაში, რომ ჯობია რომ დაყრილი იყოს ამ იმაზე ვთქვათ, როდესაც ამ შემთხვევაში ხორბალი არის შეგროვებული ელევატორში. ეს მარტო ხორბალზე საუბარი არანაირ ნარევთან ერთად. რაც უფრო მშრალი იქნება გარემო, ანუ ნაკლები ნესტი და სიმონტიო, მით უკეთესია, უფრო კარგად იცავს და უფრო ხანგრძლივად. ამის შედეგი ხორბლის ესეთი შენახვის არის ის, რომ მინიმუმ 40-60%-ით შეამცირებს დანაკარგებს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა საერთოდ სოფლის მეურნეობაში. დანაკარგები არის ერთ-ერთი სტანდარტი, რომ 30% მინიმუმ უნდა გაიყაროს. ტენიანობას თუ ამცირებს ოზონი? ტენიანობას ჰაერისას თუ ამცირებს? რა უნდა, ეგ დაასაინტერესო თვისება აქვს, რომ 12-13%-ამდე თვითონ დაიყვანს, ისე რომ არ ჭირდება სხვა რამე დამატებითი დანადგარი. რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, ხორბალი უკვე დამუშავებული ოზონით იგზენს სპეციალურ თვისებებს, ის მაინც ჯერ ცოცხალია, იქ იწყება ანტისტრესული პროცესები, რეზისტენტულ ხდის დაავადებების მიმართ, ან უფრო გამძლეხდება, მათ შორის სისუფთავე ნიშნავს, რომ მომავალი პროდუქცია 20-22%-ით მეტ მოსავალს იძლევა. მაგარია და ეს ну, ოზონი მაგალითად ციციბურაზე საერთოდ 31-32%-ით მეტ მოსავალს იძლევა, ბარდაზე დაახლოებით 11. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ხორბალზე ვსაუბრობთ და 1/5 არ არის ცოტა მაჩვენებელი, თითქმის 1/4 უტოლდება. ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განსაკუთრებული ხორბლის მოყვანაზე და ამ შემთხვევაში კალკატონუარის ნარჩევ ჯიშებზე, რომლებიც შეიძლება ესე დიდი რაოდენობით ამოდის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა ამისა, უკვე ხორბალი, რომელიც მზადდება დასათესად, მისი დამუშავება ასევე ხდება, სასურველი არის, რომ ოზონის ჰაერნარევით დამუშავდეს, ასევე აი ამ კონცენტრაციებში 6-10 მილიგრამი და პრაქტიკულად ჩვენ მოვიყვანეთ
იმ მომენტამდე რომ ის დასათესად არის გზად, არის ჯანმრთელი და წინაპირობა იმისა რომ საკმაოდ კარგი მოსავალი მოვა. მადლობას მოგახსენებთ. ეხლა ბატონ ზურაბს ვთხოვდი რომ როგორ უნდა მომზადდეს უკვე დასათესად გზად სუფთა ხორბალი იმისათვის რომ ქალბატონ მარიმ არ უცადოს ორი კვირა აღმოცენდება თუ არ აღმოცენდება თუ როგორ იქნება. როგორ შეიძლება შევამციროთ ეს კლასიკური ხორბლის თესვის ისა რომ ორი კვირა თუ ტენიანობა არ არის თუ წვიმა არ არის შეიძლება მეტის გაგრძელდეს. გთხოვთ. მოგესალმებით ჩემს ტელემოყურებელს მოგესალმებით. ეხლა რაც შეეხება დათესვის დროს აი ბატონმა საუბარა რომ ოზონის შემთხვევაში ხდება შემცირება იმ დანაკარგის რომელიც ყველას აქვს და ჩვეულებრივი მოვლენა არის. ჩვენ თუ ამ ხორბალს ჩავალბობთ დატოვებული დროით მეოთხეული ფაზის წყალში, ასევე მისი ჩავობა შეიძლება მეოთხეული ფაზის წყლით დამზადებული განმარტეთ რა არის მეოთხეული ფაზა. ფაზის წყალი ეს აღმოჩნდა პროფესორ პოლაკმა წყალს ჩვენ ვიცით რომ გააჩნია სამი მდგომარეობა, ეს არის მყარი მდგომარეობა, აირადი მდგომარეობა და თხევადი მდგომარეობა, ხოლო მეოთხეული ფაზის წყალი წარმოიქმნება ჰიდროფილურ ზედაპირზე წყლის შეხებისას გარკვეულ პირობებში, რომელიც აღმოჩნდა პროფესორ პოლაკმა და ჩვენ ვაწარმოებთ ამ წყალს საქართველოში. ეს არის წყალი, რომელიც ყველაზე საუკეთესო არის ადამიანის ორგანიზმისთვის, უჯრედებისთვის, უჯრედს შორის მემბრანაში შეღწევადობისთვის და ასეთი წყალით გაცილებით უკეთესად ფუნქციონირებს ორგანიზმი, რადგან ჩვენი ორგანიზმის 80%-ზე მეტი არის წყალი და ეს არის ჩვენი საშენი მასალა, ასე ვთქვათ. ესეთი წყალით დამუშავება ხორბლის დადებითი იქნება იმ კუთხით, რომ ხორბალი ამ დროს და მსოფლიო სიახლეც იქნება. რა თქმა უნდა, ეს ინოვაციაა, მსოფლიო ინოვაციაა და სათესლე ხორბლის სამით დამუშავება გამოიწვევს დაგვირების პროცესის დაჩქარებას, აღმოცენების პროცესის დაჩქარებას, ხორბლის სათესლე მასალის იმუნური სისტემის გაძლიერებას და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო შემცირებას იმ დანაკარგის, რომელიც ყველა ეტაპზე არის ხოლმე ხორბლის დადესვის დროს. აქედან გამომდინარე, ეს აუცილებელი იქნება ასეთი ბიოხორბლის მისაღებად და ასევე დავამატებ, რომ შეიძლება მეოთხეული ფაზის წყლით და ამ კოპროლიტებით, ჭიაყელის მიერ წარმოებული კოპროლიტების ხსნარი დამზადდეს, რომელშიც ასევე ჩავარდოთ გარკვეული პერიოდით ხორბალს და ეს უკვე დამცავი გარსი წარმოიქმნება, რომ თვითონ ეს კოპროლიტები განკონკრეტულად კონსერვანტს წარმოადგენს და ჩვენ ჩავატარეთ არაერთიც და როდესაც შევუვიეთ მეოთხეული ფაზის წყალი ამ კოპროლიტებში და თვეების მანძილზე და წელწადნახევარზე. კონდამი ისა ბატონ გია ბატონი ზურაბის შემდეგ შეერთობა რამდენ სასუქს თავაზობთ რომ მეტი მოსავალი მიიღოს ვიდრე დღეს რა ტიპის სასუქებს გავყავით სხვადასხვა კატეგორიებს, პირველი კატეგორიის ესე უმაღლესი კატეგორიის სასუქი, რომელიც მიიღება ჩამოცვენილი ფოთლისგან გადამუშავებული ჭიაყელის მიერ. და მეორე კატეგორიის სასუქი, რომელიც სასაუბრამეებზეა ბატონებო საუბარი, საითკენ მივდივართ. ამის საშუალება როგორც ფოთლის, ისევე ანასხლავის, ტოტების, ხველი ტოტების დაკუცმაცების შედეგად და ისევ ჭიაყელის. იქ რა არის და აქ რა არის? აპიგველში არის მიკროელემენტების რაოდენობა, სწორედ ის რაოდენობა, რაც კონკრეტულ მცენარეს ფოთოლში არის, იგივეს გადაამუშავებს ჭიაყელა, მიიღებს თავისთვისაც და რა თქმა უნდა ტოვებს ამ მიკროელემენტების რაოდენობას კოპროლიტში. ამეორეში? ამეორეში ეს არის ნახშირბადის წყარო, რომელიც პირველი დამცველების საშუალება არის ყველა მცენარისათვის ნიადაგის შერევისთვის. სწორედ ეს კოპროლიტი გვაქვს საშუალებას, რომ ქალბატონმა მარიმ ის გაღივებული, გაჯირჯვებული, ოზონით და მცენარეული წყლით დამუშავებული ხორბალი აზიდოს აპრილისა და ამეორეს ხსნარში მოხდეს ამით. გაჯირჯვებამდე მიყვანილი, გაჯირჯვებამდე მიყვანილი, დაგივებამდე მიყვანილი. ხო, კიდე მშრალი. კიდე შედარებით მშრალი. აირიოს ამაში და ითესოს, რაც მიცემს ხორბალს იმის საშუალებას, დაცვის საშუალებას და მიკროელემენტების პოტენციალი რაც არის. ეხლა ქალბატონ მარიმს თხოვრო 100 კილოგრამი
მის მიერ მიღებული ხორბალი საცდელად რომ მახას გუნდში გავაგზავნოთ რომ აი ასეთი ინოვაციური მიდგომა არის ნამდვილად უკეთესი მოსავლისა და შემდგომში ფუნქციურ საკვებზე გასასვლელი გზა. გთხოვთ მარია. მოგესალმებით ყველას. მოკლედ აქ რა სიტუაცია კლავადორი გიას გერმანიის ზურაბის ნათქვამიდან გამოდენ ნამოქმედარიდან არის გაკეთებული ამიტავზე და შესაძლებლობა გვეძლება დაუშვათ ამ ხორბას მივცეთ ის პოტენციალი რაც აქვს მაქსიმუმი. ნუ ეს შეუძლია აი თქვენი წყალობით. კი, ყველაფერი. იმიტომ რომ ამას აქვს თავისი სავეგეტაციო პერიოდი, რა თქმა უნდა, ნიადაგში ის მიკრო და მაკველიენტებს როცა ავაზავთ და ბატონი გასოზონი წყლით იქნება გასუფთავებული და გაძლიერებული იქნება ხორბალი თავისთავად იქნება ამას ძალა მეტი შედეგი დაიდება რა თქმა უნდა ბარტყობაც მეტი იქნება და თავისთავად ხარისხის უკეთესი იქნება თავისთავად ეს უკვე გახდება ორგანული ფუნქციური საკვები სწორედ მაკრო მიკროელემენტების არის ისევე როგორც სხვა მახასიათებლები, ამიტომ დანიშნულება ზუსტად ეგ არის ზოგი ადლანდებითი, ზოგი აუცილებელი ორგანიზმისთვის და ჩვენ ყველა ამას ვეხმარებით თავის ნაწილში. ბატონო, თქვენ მაინც მინდა რომ აი თქვა პროდუქტი რომელიც თქვენ მიიღეთ ახლა, რომელიც გაქვთ თქვენ ეს მაინც აუხსნათ იმას რომ აი დღეს აგერ ბატონი ზურაბი ამბობდა რომ ჩვეულებრივი ქიმიკატებით ამით მიღებული სადღაც 50 თეთრად შეიძლება იყიდო, მაგრამ ის ას თქვენ გაქვთ, შეიძლება ეს 10 ლარი გადაიხადო და ვერი შემდრო არ არის რეალურად, ხო? იმიტომ კი არა რომ თქვა ამდენია, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრმა თქვა რომ ამის და ვინც იცის ამის ფასი რა პროდუქტია მიღებული, აი ახასიათებლები და ჩვენ ყველას ვეუბნებით, ვიდრე საერთოდ დაიწყებდეთ ამ შედეგზე, ამ პროდუქტზე საუბარს, წაიღეთ სადაც გინდათ, საქართველოში და ქვეყნის გარეთ ეს ბატონმა თენგიზმა გვასწავლა რომ შეამოწმეთ და ნახეთ რომ თქვათ აი როგორი პროდუქტია, ფოთლის ანალიზია გაკეთებული და მიწის და ყველაფერი, ეხლა უკვე პროდუქტის ანალიზი შეიძლება ჩაიდოს, რომ თქვია ყველაფერი როგორ არის, მაინც თქვენ უთხარით ეს სხვა პროდუქტია რა, რეალურად რაც თქვენ გაქვთ. Τώρα გახსნია დოკის ანალიზი, რომელიც წილი იყო დაუშვათ კონტროლისთვის, როგორც ყველა, მაგრამ ტყვიას შემცველობა ძალიან იყო დაბალი, რომ არ იყო მოხმარებული ამ ნიადაგზე არანაირი ძლიერი ჰერბიციდი წლების განმავლობაში და ამიტომ ჰქონდა ეს შედეგი. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ეს იყო ჩემი მხრიდან ძალიან დიდი რისკი, როგორც ბატონკია დამეთანხმება, რომ ნაკლებ მოსავლიანია ჩვენი ხორბლები, ქართული ჯიშის ხორბლები, ძალიან დიდი რისკი იყო, მაგრამ გავისკენ ღმერთის წყალობით და არ შევიდანე არც ნიადაგში დაწყებითანავე პირიქით ბიორგანული სასუქებით დავამუშავე და ასე შემდეგ ნიადაგში საერთოდ ფოთლოვანი კვება ჰქონდა ბატონკიამ მხოლოდ და ეს კოპროლიტებით და ეგ იყო მეტი არაფერი არ მიმეცია და შედეგი ახლა რაც დარჩა 2 ტონა და 700 ეს მე ვფიქრობ ამ ხორბლიდან ყველა მარწმუნებდა რომ შენ აიღებ ძალიან დაბალს დაუშვათ ტონა ნახევარს ან 900 კილოს იმიტომ რომ გვიან დათესებ ასე გააკეთე კი გვიან დათესე უბრალოდ იყო იქ უდაბნოა სადაც გავწესე ცხელი ადგილია და მაგან ისე უდაბნო ქვია იმასაც მე მგონი ხო სადაც დათესე კი ეს არის კი უდაბნოა და მაგან კიდე და ამიტომ ოჩამ თქვენ გამძლეობას იქ სადადიოდით ერთხელ ვიყავი მე და მეორედ რომ ეცხაცა შეიძლება შევშინდე ой იურზების აღება მე დავუმატებდი ერთ რამეს რომ აი ზუსტად კარგად მინდა გაიგოს მაყურებელმა სწორედ იმ ადამიანებმა, ვინც დაშხომულს თესავენ, აი იმათ გასაგონაც მინდა ცოტა უფრო გასაგებად რო თქვა, იმიტომ რომ ვერ მიხვდა აი ზუსტად რა პროცესებთან მოკითხვა საქმე. აი დაშხომის შემთხვევაში, როდესაც მოყავთ ხორბალი, შემდეგ იმ ხორბალს აი რამდენჯერმე ვიკითხები, რამდენად ტიგიან კილოგრამს. ეს არის 50 თეთრი, თუნდაც 70 თეთრი იყოს და თუნდაც ლარად გაყიდო. საუკეთესო შემთხვევაში, რაც მე ეგეთი არ ვინახია. დღეს ისინი მაქსიმალურ რაოდენობა შეიძლება მიიღებენ 5 ტონას ან 6 ტონას, ესეც ძალიან საეჭვოა და ამ შემთხვევაში ქალბატონმა მარიმ მიიღო 2,7 ტონა ჰექტარზე, რაც არის იმის ნახევარი, რასაც ისინი იღებენ. ესეც იმ პირობებში, როდესაც მან აგროვადები დაარღვია და რო არ დაარღვია მეც მიიღებდა.
აქედან გამომდინარე, და ამახო ტექნოლოგიით ჯერ არ გაუკეთებია. და ამახო ტექნოლოგიით ჯერ არ გაუკეთებია, გააკეთა ჩვეულებრივი ტექნოლოგიით, მიიღო 2.7 ჰექტარზე და დღეს უკვე 4 კილოგრამზე უდგას რიგი და აყიდეს. ანუ ძალიან დიდი მოთხოვნაა 4. ახლა შევადაროთ ის დაშხამული, რომელსაც შხამ ქიმიკატებში კიდე მათ ფული დახარჯეს და მისი თვითღირებულება რა გამოუდის თვითღირებულება ქალბატონ მარის და რა დანახარჯები ჰქონდა მას და შევადაროთ იმ ფასებს, რა ფასადაც ისინი ყიდიან, რა ფასადაც ეყიდება ქალბატონ მარის. ეს არის ცხადა მიწა იქალა გასხოვება. აქედან გამომდინარე, ყველანაირად მომგებიანია ნებისმიერი ფერმერისთვის, რომ ბიოორგანულზე გადავიდეს არა მარტო ხორბალზე, არამედ ყველა კულტურაზე, ჩვენ სხვა კულტურებზეც გვექნება სხვადასხვა საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში ხორბალზე ვსაუბრობ და ყველანაირად მომგებიანია წმინდა ფულზე თუ არის ლაპარაკი. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ აქედან შევქმნათ ისეთი პროდუქტები, გაცილებით მაღალფასიანი და გაცილებით მაღალ რენტაბელური და ინოვაციური, ასე ვთქვათ, ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის გაცილებით უფრო სასარგებლო პროდუქტები და ამაზე ბატონი თენგიზი ისაუბრებს. კიდევ ნეცოდ. როდესაც ფარზე ვაპარაკობენ, ესე მარტივად ძის ვიყიდე, გავყიდე, ესე არ ითვლება. უნდა გახსოვდეთ კიდე, რომ დანახარჯები შეამცირეთ წარმოებისას, უნდა გახსოვდეთ, რომ მიიღეთ მაღალხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ქმნის დამატებით სხვა პროდუქტებს, პირდაპირ ხოლმე ჩვენ არავინ მივიცნებთ, მაგრამ პური, ფუნთუშეული, ნამცხვარი, რომელიც აქედან გაკეთდება, ეს გაცილებით კიდევ უფრო მომგებიანია. ასევე გასათვალისწინებელია ფაქტორები, რასაც ქვია ფარული ხარჯები. ანუ შედარებით იმასთან, როდესაც ჩვენ ვეგულობთ არა სასარგებლო პროდუქტებს, რამხელა რისკი გვაქვს ჯანმრთელობასთან, გარემოსთან, წამლებზე და ხარჯებზე და ასე შემდეგ. ამიტომ კომპლექსური განხილვისას არ უნდა გამოგვცეს ისიც, რომ შვილებზე უფრო ძვირფასი არავინ არ აქვს, ამიტომ მათი ჯანმრთელობა კარგი ყვება და ყვებითი დიდებულებით სავსე მიკროელემენტებით სავსე მიღებული საკვები მათთვის ძალიან დიდი ინვესტიციაა, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ აი ესეთი რაკურსით უნდა შევხედოთ, თუ რა მივიღეთ, რა პროდუქტი შევქმნით. ნება მომეცით ახლა ქალბატონ მარის უფრო აი შერეკილების მიზანი რომ გავფრინდეთო, აი ეს გავფრინდებით. მე თავიდან დავიწყე იმით, რომ ფუნქციური საკვები არის სოფლიოს ახლა ყველაზე წარტაცი მიმზიდველი სიტყვების, ეს არის უბრალოდ მე მთლიანად თავიდან ბოლომდე ეს რომ გავაანალიზე ეს წიგნი, მივხვდი რომ ჩვენ საქართველოში შეგვიძლია შევთავაზოთ სრულიად ახალი, რომელიც აქ არ არის მიცემული და ეს შეიძლება ითქვას, რომ ეს სპირულინა და სუპერფუდი და ასეთი ისენი, ეს უბრალოდ სასაცილოთაც კი არ მოხდება ამათი ის წარდგინება. ეხლა მოგიყვებით ფუნქციურ საკვებში როგორ შედგავს ფეხს ქალბატონი მარი თავის ორგანული ხორბალით. პირველ ყოვლისა ხობლის მარცვალი ალბათ ყველასა გაქვს წარმოდგენილი, რომ წარმოადგენს ჩანასახს და წარმოადგენს სახამებლის საკმაოდ დიდ რაოდენობას, ხომ? რომელიც შეიძლება ითქვას, რომ აი ეს ორი სწორედ ხმარდება ყველაფერს იმისთვის, რომ მე აღმოცენდეს და მოგცეს შემდგომი ხორბლები. და თუ ჩვენ ქალბატონი მარის მე ვთხოვ, აი მოგზალებული ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ ხორბლისგან რა თქმა უნდა დიდებული პური შეიძლება გამოწყვეს, შეიძლება ეს ყველაფერი მაღალი ფასებში გაიყიდოს, როგორც ბატონ თეიმურაზ მე ერთხელ მოგვიტანა პური 15 ლარი ღირდა, ხო, რაღაცა 300 გრამიანი პური, მაგრამ თავარი რა არის, რომ ჩვენ შეგვიძლია სრულიად ახალი სივრცე გავხსნათ, აი გაფრინდეს ქალბატონი მარის შერეკილების მით და ეხლა რაში მდგომარეობს ეს ყველაფერი, რომ ბატონი ზურაბი უკვე გადადგა ამისკენ ნაბიჯები, რომ ქალბატონ მარის ხორბლიდან წარმოქმნას ფუნქციური საკვები ჯეჯილი. რაშიაც იქნება ის, რაც ხორბალში არ არის, მაგალითად პიგმენტები ხორბალში არ არის.
ხორბალში როდესაც ჯეჯილი წარმოიქმნება, იქ ქლოროფილი მწვანე ფერს რომ მიიღებს და ისა, უკვე იქ არის. ის ქლოროფილი აუცილებლად არის მაგნიუმთან ხელატირებული. დღევანდელ დღეს მაგნიუმთან ხელატირებული ამინომჟავები და იყიდება რაღაცა სასწაულ ფასად, ხო? 60 კაფსულა, 60 პატარა აბი არის რაღაცა ხო $20-მდე. შესაბამისად, ისმის საკითხი, რომ ქალბატონ მარის მაგნიუმიდან აი ეს ქლოროფილის ხელატი ბუნება, რაც ღმერთმა შექმნა, მაგნიუმის სუაში ზის და ეს როგორც ამას მწვანე სისხლს კი ეძახიან, ვინაიდან ზუსტად ერითროციტების მაგვარი სტრუქტურა აქვს ამ ქლოროფილს და მასში არის მაგნიუმი. მაგნიუმი ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი ჩვენი გულსაზღვროვანი სისტემისთვის, ამას ჩემზე უკეთესად ბატონი ზურაბი ექიმი ილაპარაკებს, ხოლო ამის გარდა ამაში იქნება ყველა ის მიკროელემენტები, რომელიც ბატონი გია მიცემს, აი თუ შეიძლება ის ისენი, რომელიც იქნება უკვე აი ამაზე ამის ექსტრაქტზე ხო ეს არის მუხის ფოთლებისგან მიღებული აი ეს მშრალი დიდებული ბიოსასუქი აპირველი, რომელიც ჩვენ ესეთ კლასიფიკაცია გავუკეთეთ და აი ეს ამის ექსტრაქტში გაკეთებული ბატონი ზურაბის მეოთხეული ფაზის მქონე წყლით, ეს არის აბსოლუტურად სრულად ახალი მსოფლიოს სიახლე, ვერტიკალურ ფერმაში შეიძლება ტონობით მოიყვანო ჯეჯილი და ეს ჯეჯილი შემდგომში იქნება გავსებული მიკროელემენტებით, იმიტომ რომ ამაში არის და ამ კომპოზიციებს კიდე სხვა კომპოზიციები შეიძლება მუხა, კიდე საწყი, უამრავი სხვა ფოთლები და ის კომპოზიციები შევახსოვთ ის 30 მიკროელემენტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ჭირდება და დღევანდელ დღეს რას ვაძლევთ? MPK, აზოტი, ფოსფორი, კალიუმი და ბუტაფორიას ქონით ამ საკვებისგან, ხო? და შესაბამისად აი ეს მადლობას უხდი ბატონ გიას, რომ აი ეს უკვე მოუმზადა ქალბატონ მარის დასათესათაც და ამავე დროს ბატონ ზურაბს მოუმზადა, რომ ვერტიკალურ ფერმაში მოხდეს მისი ექსტრაქტი, რომელიც ჩვენ ანალიზ ხელსაწყოში, ტექნიკურ უნივერსიტეტის ანალიზ ხელსაწყოში ბატონ ელგუჟა ბუსრიკის დირექტორის მოადგილის მიერ არის უბწყინვალესად გაკეთდა ამის ყველა ისენი არ ფუშტება ხალხო, გასაკვირად, ჩემ და გასაკვირად 3 წელი არ ფუშტება ეს ექსტრაქტი, რაც არის უნიკალური აი ამ კუთხიდან და ჩვენ სწორედ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ესე იგი მიკროელემენტები არის, ის აუცილებელი გულსაზღვროვანი დაავადებების მაგნიუმი არის, ეს თვითონ ქლოროფილი და პიგმენტები არის წყინვალეთ, არა მარტო ქლოროფილი, მასში არის კიდე სხვა პიგმენტებიც, რომელიც არის აი როგორ გითხრათ არნახული ბუნებრივი ქიმერული, რომელიც არის ზუსტად ჩვენი ორგანიზმისთვის საუკეთესო. ესე იგი ბავშვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის ეს შეიძლება რომ ქალბატონ მარი მიაწოდოს, ბატონ ზურაბმა აუწყოს და გაუკეთოს საბავშვო ბაღებს, სკოლებს და იმეებს, რომ თქვენს მიერ მათ უნდა მიყიდოთ, რომ შემდგომში იქვე მოხდეს აი ამ ჯეჯილის ლიოფილიზირება და იმ ფხვნილის მიცემა იმ ბავშვებისთვის და სანამ იმ ჯეჯილს მოვიმკით, შეიძლება ითქვას, მანამდე მე კიდევ ერთ იმას ჩავთავ, რაშიაც მე ალბათ ბედიღბლიანი მეცნიერი ვარ, როდესაც აღმოვაჩინე ბუნებრივი ინდივიდუალური ვაქცინების კომპოზიცია და ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იმ ჯეჯილში მოხდეს ამ გენების, ჩუმი გენების გააქტივება, ამას აუცილებლად გავუკეთებ ამ იმას და შემდგომში ის იქნება უკვე არა მარტო ელექსირი ფუნქციური საკვები, არამედ ეს იქნება უკვე ინდივიდუალური ნატურალური ვაქცინაც კი. აი ამ რაც მსოფლიოში აბსოლუტური სიახლეა, ამისთვის გამიხსნეს გერმანიაში ინსტიტუტი, ბიორაციონალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ამისთვის პირველი პრიზი მომწეს საფრანგეთში და იტალიაში დავნერგე ეს ყველაფერი. ეხლა მინდა რომ საქართველოში ეს დაინერგოს ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობისთვის და აი ამ კუთხიდან ეს იქნება აბსოლუტურად ახალი, რომელიც მინდა შევთავაზო მეცნიერთა კონგრესის სახელით, შევთავაზო ჩვენ საელჩოს ამერიკაში, რომ მათ წარუდგინო რობერტ კენედის, რომ ეს ყველაფერი მათთან ერთად, იმიტომ რომ როდესაც გრძა
აკრძალავს ეხლა არის არნახული სტატია გამოქვეყნდა ეხლა ხან რომ პესტები აღმოჩნდა ოთახის მტვერში წყალში იმაში შარტში ადამიანების და პრაქტიკულად ესე იგი განადგურებულია თუ ეს ჩაქუჩი არ მოაშორე თქვენ კი მთხოვეთ ეს ჩაქუჩი არ მოაშორე ეს პესტები და სწორედ ჩვენ ჩაქუჩას ვაშორებთ და ამავე დროს ვაკეთებთ მართლა ფუნქციურ საკვებს რომელიც სპირულინი და ისინი იქნება ნუ მოგონებას კი ვერ შეიძლება კოჭებამდე ვერ მისწებამდე დედის ძეშიც კი აღმოჩნდა ხო დედის ძეში ხო პესტიციდები და დაიწყეს საუბარი იმაზე რომ რაღაც ქვედაზღვარი დაადგინონ დედის ძეში არის შესაძლებელი რომ იყოს გავცოხდი მაგაზე როგორ შეიძლება დედის ძეში იყოს დასაშო დღეს მე მინდა რომ კიდე ერთი სიახლე გავაჟღერო ვაპირეთ აი ახლა ბატონმა მოგიტანა ეს და ეს უნდა გამოვიყენო მე ვერტიკალურ ფერმებში მაგრამ რაღაც ნაწილს მე ამას დავაკაფსულებ და საერთოდ რა ექსპერიმენტით შემიტარებია 60,000-ზე ვატარებ ხოლმე და დავიწყებ ამის მიღებას და ჩემ თავზე გამოვსწი პირველ რიგში და შედეგები რო იქნება უკვე მაყურებელსაც მოახსენებ ამას სული არა გემო არა აქ ეს მომზადებული არის ქართული სუფთა ჭიაყელების მიერ გადამუშავებული ფოთლები არის აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა მუხის და უამრავი მიკროელემენტები იქნება ამაში ისეთი რაც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება ანუ ამ ექსპერიმენტის შედეგებსაც დავდებ ჩვენ სასექრეტო აი ხო გითხარი გაფრინდებიან არა დასაული რამეებია ბატონო აი აფეთქე ჩვენ ისე უბრალოდ ვლაპარაკობთ კი ბატონო დუმილში ვარ იმიტომ რომ ისეთ რამეებს ამბობთ მიხარია რომ ეს არის მეცნიერთა კონგრესი უბრალოდ ეს პროცესი ახლა მაყურებელმა ნახა როგორ დავიწყეთ როს რა შედეგი მივიღეთ და უბრალოდ მინდა კიდე ერთი ჩავთო რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში სადაც საქმე ეხება და დასასრულში სადაც საქმე ეხება წუწის სტერილიზაციას პროცესებში დეზინფექციას გამოყენებული წყალი თუ ჩადენილი წყლის გასუფთავებას ამით კიდევ ერთხელ ოზონის შარებით ვასუფთავებთ ამ გარემოს პრაქტიკულად ბუნებას უბრუნებთ სტერილურ უვნებელ სუბსტანცია იქნება თუ ნარჩენი ისევე როგორც ვინარჩუნებთ სტერილურობას მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჭურჭელი იქნება ეს ინსტრუმენტარი თუ ადამიანისთვის სუფთა ჰაერი გიას ვთხოვდი რომ ესე იგი ფოთლის გადამუშავების სიჩქარე რაზე არის დამოკიდებული ჭიაყელების მიერ სიჩქარე დამოკიდებულია თქმა უნდა თუ ამ ფოთლს ჩვენ დავამუშავებთ ჭიაყელს დავუქოთ რადგან გადამუშავების და პროცესის დაახლოებით 10 ჯერ ჩქარდება რა მის გათვალისწინებით რა წარმატება იქნება მის გათვალისწინებით რა რაოდენობის ჭიაყელა იქნება და რა რაოდენობის ფოთლიც დავუშვათ 1 კილოგრამი ჭიაყელა კილოგრამი გადამუშავებს 1 კილოგრამ პოპრონის მოხსენს და რამდენი ჭიაყელას მოხსენს კიდევ დამატებით გამრავლების ინდექსი ხამის და თუ ძალიან ძნელია იმიტომ რომ ჭიაყელა ძალიან გეომეტრიული პროგრესიის მრავლდება ერთი ჭიაყელა დებს 3-დან 14-მდე კვერცხს და თითო კვერცხიდან 2-დან 7-მდე ჭიაყელა გამოდის და ეს კვერცხი ხდება ყოველ დღეს ყოველ დღეს ასულ ჭიაყელაში თითქმის ყოველ დღე მიმდინარეობს ესე იგი ამის ადგილობრივი რეზერვი გვაქვს და ქალბატონ მარის არ დააკლდება ეს ყველაფერი მადლობა სასაულად საქართველოს რეგიონალიზაციაზე უამრავი სასახლე იქნება და უამრავი დაუშხამა სასაულად მეკავთ ბატონო თენგეს და სასაულად საუბრობენ ისინი მაგრამ ეს მაინც მეცნიერული დონეა და მე ხლა პრაქტიკული ხალხს ვაინტერესებს აი ამ იმაზე მინდა ვთქვა რომ აი ეხლა ბატონო გია თქვენ ბრძანეთ მე როგორც ქალბატონმა მარიამმა მითხრა რომ აი როცა ნახეთ ეს ხორბალი როგორი ხარისხისაა და როგორ მიღებულია რომ არაფერი არ აქვს თქვენი სიტყვებია რომ 1 კილოგრამის გაყიდვა 10 ლარად ცოდვა იქნება ხო ეს არ აი ამიტომ ეს პერვინეს არ ჯერებს რომ ამას ამბობს როგორი პიროვნება და ამას ამბობს პიროვნება რომელიც იცის ეს საქმე და ამასთან არის დაკავშირებული მუდმივად აქტიურად საქართველოში არ მგონია რომ ქალბატონის მარისნაირი ხორბალი მიდმეს ხომ ეს არის უდიდესი სიმდიდრე და ახლა თქვენ ასეთი ხალხი რომ ამბობთ ამასთან უბრალოდ ეს უდიდესი სიმდიდრე არის ბავშვების ჯანმრთელობა რა თქმა უნდა აი ეს სწორედ ბავშვების ჯანმრთელობა რომელიც შეუფასებელია კი ბატონო ეგარი როას ქალბატონი მარის მაგალითმა გადაიყვანოს არა ჩვენ
ჩვენ ახლა ქალბატონი მარიამის მიერ მიღებული პროდუქტი რო არ გქონდეს, ეს საუბარი ხო ვერ შედგებოდა. არც ჩვენი შეკრა არ მოხდებოდა, ხო? სასაული გააკეთა იმან ყველაფერმა, რაც ჩვენ თავიდან ვთქვით და არაფერი თქვენი ჯერ გამოყენებული არ არის იმაში, ხო სწორია რა. ეს არის კიდე პერსპექტივა, რომ ოზონით თქვენი ეს დამუშავებული ჭიების, ფოთოლი, სასუქი ჭიაყელების და აგერ რასაც კიდე მეოთხე ფაზის წყალი, რომელზეც აი ბატონი ზურაბი და ეს მართლაც უდიდესი სამკურნალოა, ყველაფერი ერთად ჩადებული ამ იმაში, ეს იქნება ალბათ სასწაული რა, იმ ექსპერიმენტი, ან მოა რაღაც ძალიან ძლიერი რამე ეჭვი არ მეპარება, ან თქვათ, ვიტყვით რომ არ გამართლა, მაგრამ აქ საეჭვოც არაფერია. ფუნქციურ საკვებს შე. ფუნქციურ საკვებს. პირველ ეტაპზე რო იძახებდნენ არ გაამართლებს, რომ ქალბატონი მარის ექსპერიმენტი უკვე ნათელია გაამართლა. და უკვე მეორე ეტაპი იწყება უკვე ჩვენი ტექნოლოგიების გამოყენება ჰიდროპონიკის სისტემებში და აქაც შედეგები უკვე ვერმიპონიკის კი ბატონო გვექნება სექტემბრისთვის ეს შედეგები ამასაც გადავიღებთ და ნახავთ და შედეგებს დავიღებთ და როდესაც დავაკაფსულებთ უკვე საბოლოოდ ამ ჯეჯილის პროდუქტს და გადავაგზავნით ჩვენ შესაბამის ლაბორატორიებში არა საქართველოში არამედ ამერიკაში ვაპირებთ ევროპაშიც არის და იქიდან დასკვნები მოგვივა აი ეს უკვე იქნება ყველაზე დამაჯერებელი ჩვენი მაყურებლისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის. აი ეს არგუმენტები იყო გუშინ მე როცა საუბრობდი ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც უაღრესად ეროვნული და კეთილი განწყობით არიან, ვეუბნებოდი რომ ჩვენ არაფერში არ უნდა ავჩქარდეთ და როგორც არ უნდა იყოს, როგორმე ეს დავდოთ, შევინახოთ ეს აი როგორც აგერ ბატონი გიორგი ამბობდა, რომ ამის შენახვა ეხლა ძალიან სერიოზული რამე ეხლა როცა 60-70 ტონა გაქვს და ეს შესანახია ეს ადვილი და მით უფრო არა გაქვს ეს ინდუსტრია ჩვენ ხო არა გაქვს ეხლა ეს უნდა ვეძებოთ და რაღაც უნდა მოეწყოს და ნუ ძალიან კარგი მიმართულებებია შერჩეული და ნუ ამ პიროვნებებს რო ვესაუბრებოდი ისინიც გახარებული არიან მაგრამ ბევრი იმეს როგორც ყოველთვის დასაწყისში არ ჯერა მე ორიენტირებული ვარ იმაზე რომ უნდა წავიდეთ ამ ექსპერიმენტზე არ უნდა გაჩერდეს სამწლიანი ექსპერიმენტი რომელიც ჩვენ მოცულობასაც გაგვიზრდის თქვენი საშუალებით ხარისხი იქნება და 3 წლის თავზე ამ ბიორაციონალური საქართველოს აი რასაც დაეწერება ამის გამორჩეული იქნება განსაკუთრებული იქნება ოდნავ არ მეპარება ეჭვი და ეგ იქნება საკვების სიცოცხლისათვის იმ სიტუაციაში როდესაც დღეს რეალურად საკვები უფრო აავადყოფებს და კლავს რა ეს არის ძალიან დიდი ეროვნული მე მინდა დაგიდასტუროთ და უბრალოდ მაყურებელს უთხრა რომ ეს ექსპერიმენტი არ არის ის რაც ჩვენ მივიღებთ სიახლეს ცალკე ეს ექსპერიმენტები ყველგან არის დამოუკიდებლად ჩატარებული ანუ ოზონის მიმართულებაში ის რომ ესე იქცევა ხორბალთან და ეს სიახლე არ არის სიახლე არის უბრალოდ ოზონ გენერატორი რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ის რომ სულთა პროდუქტი და კომპრომიტების მნიშვნელოვანი ესეც არც ისეთი სიახლეა სიახლე ის არის რომ ჩქარა იზრდება ჭიაყელის პოპულაცია, სიახლე ის არის, რომ აბსოლუტურად ნატურალური ფოთლიდან გებულობენ ამ შხამების გარეშე, ისიც არ არის სიახლე, რომ პოლაკის მეოთხეული ფაზის წყალი რაეთექს იძლევა, ეს უბრალოდ ჩათვალეთ, რომ არის მიმატება ამ სიახლეებზე ჩვენი ტექნოლოგიებით, რომელიც იმდენად ეფექტურია, რომ სხვებს ამის საშუალება ესე თუ ისე არ არის. მე მინდა გავიხსენო ნათქვამი იმის და თქვენ მე გააგრძელეთ კიდე ბატონი თენგიზის ნათქვამი რომ აი ფოთოლი ვენახის ფოთოლიც არის ძალიან კარგი მაგრამ რომ წამლავენ ის კარგავს ყველაფერს და აი ახლა ბატონი გი ეძებს ტყეში შეწამლული არაფერი არ არის ფოთოლი მინ შეწამლავს ახლა იმას და ეს არის სუფთა ყველაფერი თავიდანვე ხალხოა და აი როცა ასეთი მეცნიერები არიან მაშინ ძალიან ესე თქვა რომ ფოთოლი რომელსაც ვენახში აღარ იყენებენ მე პრობლემა საწაიღო და ძირითადად წვავენ და ჩვენ ვიძახით რომ ეს ფოთოლი სიმდიდრეა რომ არ მარტო კონტროლდენ კიდე სხვა მიმართულებები გამოიყენება რომელიც ძალიან დიდი შემოსავლები მოაქვს ჩვენ გვინდა ქალბატონ ერს ქალბატონ თამას მიმართოთ და უთხრათ რომ ჩვენი წარდგენა არის ქვეყნის პოლიტიკური განცხადება რამე თუ თქვენ ხედავთ რომ სოფლიოს მოწინავე ქვეყნები ცდილობენ კონტრიბუცია გააკეთონ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში. ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება იძულებითიც არის სანქციების თუ ტარიფების მიხედვით. მაგრამ რო დავთვალოთ ამ პატარა ქვეყანას პროცენტულად იმისეთი კონტრიბუცია შეგვიძლია გავუკეთოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ ვერ შეგვედაროს ბევრი სხვა ქვეყანა. ამიტომ ამის გამოყენება პოლიტიკური ნაბიჯია და დიდი საქმე ძალიან. ისე სხვათა შორის ბატონ თეგის ახალი კი არაფერია ამაში. პატარა ბავშვი რო ვიყავი და
და ამ ფოთლებს კრებდით და ჩვენ გვიხაროდა რომ ცეცხლს აუკიდებდით, ბაბუაჩემი ამბობდა თქვენ ოქროს ვავთო. და ეს ოეზოში უნდა მოაბნიო და გიკვირდა ეს ოეზოში უნდა მოაბნიო ეს ყველაფერი. შეკითხვა მაქვს თქვენ. ბატონო. გიჭამიათ ვაზის ფოთოლში გახოვული ტოლმა. სასაული რამე ეგ. ხო, ეხლა ვაზის ფოთოლში გახოვული ტოლმა ნუ შეჭამთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ვაზის ფოთლიდან გამოვყოთ ის ნატურალური პიგმენტები, რომელზეც მოთხოვნა არის კოლოსალური, რატომ თქვენ წაიკითხეთ, რომ რობერტ კენედი მაგზალა ნავთობიდან წარმოებული სინთეტიკური პიგმენტები. მოთხოვნილება არის და არ ნახული და ამ ბაზარს ვერასდროს ვერ გააჯერებს. ეს იქნება მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილები ჩვენ რეგიონებში, ეს იქნება ახალგაზრდების დასაქმება, ეს იქნება ახალგაზრდების მიგრაციის შეწყვეტა, იმიტომ რომ აქ იქნება ყველაფერი და რომელზეც მოთხოვნილება იქნება ყოველთვის. არავინ არასდროს არ აგზავნავს ნატურალურ პიგმენტებს. დიდი ამბავია და უბრალოდ კიდევ ერთხელ ეს დამთავრდა რა. ეხლა ამ ნატურალურ პიგმენტების გამოყოფის შემდეგ ეს უკვე ანარჩენი ფოთლისა გადაეცემა ბატონ გიას ექნება თავის გუნდი შექმნილი, რომელიც აი ამ ანარჩენებს, ფოთლის ანარჩენებს ნატურალურ პიგმენტების გამოყოფის შემდეგ სუპერკრიტიკული ნახშირჟანგით გადაეცემა ჭიაყელების სამქროს, ჭიაყელები გადაამუშავებენ ამას და მიიღებენ ორ პროდუქტს. ერთი არის ჭიაყელას იდეალური ცილა, საკვები თევზისა და ფრინველისთვის და მეორე იქნება აპირველი ბიოსასუქი. აი ამ კუთხიდან. აი ეს არის მართლა ბიორაციონალი. ეს არის ის, რაც ღმერთმა შექმნა. თქვენ ყველგან იყო ალბათ ამის ისა, მაგრამ ქუთაისში ფილდერთ ადგილს საბჟოლია, ნუ ბჟოლა იყო იქ და ნუ თუთარო, ასაც ეძახიან. მე იქ მიკრეფია ფოთოლი. და მე ეს რომ მიგვიღია პარკი და როგორ გამოძრებოდა ჭია და როგორ მიქონდა ეს ყველაფერი აბრეშუმად როგორ იქცეოდა, არაფერი ისეთი რამე არ არის. ანუ რაც არ წერია იადაგარში და რაც არ წერია ჩვენებს რაც არ ქონიათ ფეხშიშველი არეო, ჩემი წინაპარი რომ მეუბნებოდა გააკეთეს რომ ფეხშიშველი დაგწო ბატონმა რომანმა იმდეს და ბერს უყურს, რატო ისწენ აქ და მეუბნები რომ თან გამოიყენეს დრო იმისთვის იმაზე იარო. ო შიშველი იმაზე ფეხშიშველი თუ არ იარეო, სასაული ესენია. რა ვიცი, მე მგონი ეს აი მართლაც რაღაც არ მოუდგენლად კარგ რამეებთან მიდიხარ თქვენ, მე მიხარია რომ ასეთი გუნდი შეიკრა, ნუ ამას კიდე ჩვენი ბატონი ამირან აფციაური, რომელიც ენერგეტიკული თვალსაზრისით რა თქმა უნდა მე ყველას ვეუბნები რომ აი ამ საქმეში ახლა ბატონ თენგიზი არის უფრო მეტი დამფასებელი ამის, მაგრამ აი ამ საქმეში ახლა ყველანი ხო ცალ-ცალკე ფასეული ვართ, მე დავწერე ეს პროექტი თქვენ ასე გააკეთეთ ეს ყველაფერი, მაგრამ რაც ქალბატონმა მარიამმა გადაიტანა, აი აქ საჯაროდ და სახალხოდ უთხრათ მადლობა მას. ბევრჯერ გული ატკინეს, ბევრჯერ რაღაც ამის ისინი, ბევრჯერ მეც რაღაც მწარე რამე მithქვამს მისთვის და მithქვამს როგორ და ხო დავპირდით და რაღაცა ისა, მაგრამ მე ამ ხალხმა დამარწმუნა და ამ საუბარმა დამარწმუნა იმაში, რომ ქალბატონი მარიამ მაშინაც მართალი იყო, როდესაც მე ვიყავი მოსრე იმისა რომ უთხრა რომ 5 ტონას მიიღებ 6 ტონას დააყარე რა 9 ტონას მივიღო არ მინდა არაფერი მე გადავიტან ამას ყველაფერს და ოღონდ სუფთა იყოს მართალი ვიყო და იქ დაიბადა ასეთი გამოთქმა ერთი რომ იმაზე დიდი უზნეობა არაფერი არ არის რომ უხარისხო პროდუქციის შექმნით იშოუ ფული ბატონმა თენგიზმა ბრძანა ერთხელ რა და მართალია, როგორ შეიძლება ჩვენ გულსაზრიერებლები ვინმე არ გქონდეს ისეთი რომ იმაში შხამშემი და პესტიციდი არ აქვს. ეზიარება ადამიანი და იმაში შხამია და ნუ კატასტროფაა ბევრი ასეთი ამი და ხშირად ყვები ამ იმას ეს უნიკალური მაგალითია თქვენ შეგიძლიათ ან შეიძლება უკეთესი იცოდეთ, მაგრამ როდესაც ერთი პიროვნება მეორეს პადიჟებს და ეუბნება რომ ღვინის სისამაქსო დალოცვაო სახშიო და მოდიოდო მე მოვალო შენთანო, მაგრამ ჩემი ღვინით მოვალო. გიბე როგორ შენი ღვინით როგორ მოდიხარო გძმე ჩემი ღვინის შენთან როდესაც ხურძენი იწურებოდაო იმ დღეს შენი სახლიდან გინება ისმოდაო. ხურძენი რომ იწურება ის სულიერია ხურძენი, იმ სიმღერა უნდა ისმოდეს იმ სახლიდან. წარმოგიდგენიათ როგორ არის და აი ეს ქალბატონი გეუბნებოდა იმ თვარეზე, ამ თვარეზე, იმით, ამით, როგორ, რანაირად ყველაფერი გაგახარათ მე. ჩვენ ვარ დაიჯერო რატო არ არის კომუნიკაცია.
საქართველოს საიდან იცოდნენ ეგ მე არ ვიცი, მაგრამ იცოდნენ და ამაზე უკვე ბოლო პერიოდში ექსპერიმენტები ჩაატარა იაპონურმა მეცნიერმა მასარო ემოტომ, რომელიც სხვადასხვა წყალს გამოხატავდა და თუ როგორ ხდებოდა მისი გაყინვის და დაკრისტალების შემდეგ სტრუქტურირება ამ კრისტალების, ეს ნათელია და მას ფოტოებიც აქვს გადაღებული და იგივე ექსპერიმენტები მიაღწია და მისი ფოტოები მეც მაქვს. ანუ იმ დროს, როდესაც ღვინო იწურება, როდესაც ის წვენი გამოიყოფა იქიდან, იქ ყველანაირად კარგი ემოციური ფონი უნდა იყოს, იმიტომ რომ თვითონ ვიბრაციები, სიტყვის ვიბრაცია, ყველანაირი ვიბრაციებიც კი მოქმედებს ამ ღვინოზე და იქ სულ სხვა გარემო უნდა იყოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია და დღეს უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული, ამას არ ჭირდება ის, რომ ჩვენი წინაპრები ამას იმ ხალხმა საიდან იცოდა, მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ დღეს დამტკიცებულია და ეს ფაქტი არის. ისე რა სიბრძნეა ყველაფერი ამ ბიბლიაში და როგორ არის გადასული მე ლექსებში. აი მუხრან მაჭავარიანს ხო უნიკალურად აქვს შემოყოლებული. ქალი მიყვარს ქალიო. ღვინოც, მაგრამ არა ქარხნისო. პურიც, მაგრამ არა ფურნისო. ღვინო ჭურის, პური თონის და ქალი მსგავსი გაზაფხულისო. აი ეს ნაკრებია მე მგონი თქვენ შემადგენლობა და კარგია რომ ღვინოს რომ კიდე მასე უკეთეს სხვა სასიყვდილო რო ამბობს ამას ეს უნიკალური რამ არის გამონათქვამი და რა ვიცი მე მგონი მოგვეცა იმის საშუალება რომ რაც დღეს შედეგი გვაქვს გასაგებია შეიძლება და უკეთესი ყოფილიყო რომ თავის დროზე ბევრი რამ გაკეთებულიყო აქ ქალბატონი მარიამი არაფერი მასში არ არის ეს ჩემთან უფრო შენიშნა იმიტომ რომ ვერ შევძელით რომ რაღაც თავის დროზე მომხდარიყო თქვენახების დაგვიანებით დაწყებულზე მივიღეთ ეს შედეგი არის ძალიან კარგი ახლა დარწმუნებული ვარ რომ თქვენი გუნდის კარგ ხელშია ეს ყველაფერი მე ექიმებსთან მქონდა საუბარი მაინც გავრისკდე და ეგ დღეს ბატონ ზურაბს ვეუბნებოდი ხაბატონ ნინა შვანია მითხრა რომ ექიმთა საზოგადოება გვაქვს შექმნილიო და მე ძალიან მინდა შევხვდეო და შევხვდა მე ქალბატონ მარიამს და უთხრა რომ აი ოღონდ ასეთი ფქვილი და მე თურმე ეს არსებობს ისინი მე კი არ ვიცი მაგრამ აი პატარ-პატარა ის არის სადაც პურსახში აცხობ უნიკალური იმით არის გაკეთებული და ოღონდ ასეთი ფქვილი მოიტანეთ ვინო ახლა ხორბალი როგორ ვიყიდოთ რომ სადავამშაოთო მაგრამ აქ ლაპარაკია იმაში რომ წისქვეში უნდა დაიქواس აქ ლაპარაკია იმაზე რომ არავითარი ზედმეტი ისინი არ იყოს როგორ კარგადაა ეს ჩამოყალიბებული და როგორ კარგ ტრადიციის აღორძინება ხდება ჩვენ ძალიან მოკლე ხანში 3 წლის თავზე გვექნება ქართული პურის მუზეუმი კავკასიის უნივერსიტეტში იქ იქნება უკვე ქალბატონი მარიამი თავის ეზოში დაახლოებით 100 ჯიში იქნება უკვე გამრავლებული იმიტომ რომ ზოგიერთი ისე იყო რომ რამდენიმე თესლი იყო დარჩენილი და მან განავითარა აბსოლუტ იმაში საერთოდ დედამისი თვითონ აი რაღაც სასაული აი მართლაც აი სათნოებით უვლიან ყველაფერ ამას და ბედნიერებაა რომ აი ესეთი მეცნიერები ხართ მე ძალიან დღეს სპეციალურად წამოვიღე ეგრე წიგნი ბატონი გიორგი არის აფხაზეთიდან აი ხო ხედავთ როგორ თფება ყველაფერი თარბა ივანე თარბას წიგნი გამოვიდა ჩვენთან ხომ სათავე ქართულად რა წერია მასახელი დედაჩემის თვალები ეს აფხაზეთში ხო რო ჩახვიდი ამ წიგნით უთხრა რომ კაცო ივანე თარბა აგერ გამოვეცი ჩვენ ეს ქართულად გამოვეცი თანა ძალიან კარგი იმით ახლა მე ვიცი და თანაც ბატონი გიორგი ავიც იცით ალბათ თქვენ რომ მისი წინაპარი იყო დაკავშირებული უდიდეს როგორ არის ბატონო გიორგი კიდე რომ მე გარშემოქს ეს ვიცი მაგრამ აი მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკულ თვითმფრინავებს გადააწყობეს სამხედრო ყაიდაზე და არგონიული ფრონტზე. ანუ ჩემი იყო მესამე პიროვნება ავიაკონსტრუქციაში ტუპოლევის გნილი ჩაავლის შემდეგ. და უბრუნდები თქვენ ისევ ამერიკას. მაგრამ ძალიან მოაზროვნეთ და ძალიან საინტერესო პიროვნება ბატონ ზურაბზე ვთქვით ბატონი გია როგორი იმით არის ბატონი თენგიზი ხალხოს საქართველოში ყავს ადამიანი რომელიც 22 წელი გერმანია იტალია საფრანგეთში იყო ის ამ საქმეზე კვების საკითხებზე და იყო ინსტიტუტის დირექტორი ამ გამოცდილებით არის რომელსაც დიდი კონტაქტები აქვს ეს ხო ძლიერი გუნდი შეიკრა ამ გუნდში უამრავი ადამიანია მხარდამჭერი მე მადლობა მინდა უთხრა ყველას ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში ბატონ რამაზ გახოკიძეს თქვა თუნდაც მის საშუალებით ჩვენ თავის დროზე და დავიწყეთ კონტაქტები ბატონ თენგიზთან ბატონ გიანა დარიაშვილს რომელსაც ჰქონდა და რაღაც გარკვეული პერიოდი იმანად შეუშალა ხელი რომ ამ პროექტში თავიდან ჰქონდა სურვილი მაგრამ მე რაღაც ვთქვათ მისი დაკავებულობის გამო ვერ გააგრძელა მის თანამშრომლობა ბატონ შოთა ჩხეიძეს რომელიც ვთქვათ ამერიკაშია მის
ბიჭს მინდა რომელმაც აქ ჩამოიტანა რაღაც ესე იგი სასაული ნიკოლოზ ჩხეიძე რომელიც ჩვენი დიასპორის ხელმძღვანელია და ტრამპის პარტიის ერთ-ერთი ძირითადი ფიგურა არის ნიუ-იორკში. ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს იმისა რომ საქართველოში და ქვეყნის გარეთ როგორმე შევძლოთ გავიტანოთ ეს სასაული რა ასეთი ხალხი როცა ხართ ასეთი მეცნიერები როცა ხართ ასეთი მხარდამჭერები როცა არიან გარეთ ასეთი უნიკალური საშუალება რომ გააჩნიათ ჩვენს ქვეყანას ჩვენ გვაქვს წყალი მიწა ხარი სითბო და ასეთი ოქრო შანსი რო გვაქვს რობერტ კენედის სახით ანუ ეგ ცალკე მინდოდა ამის თქვა ამაზე მე და ალბათ დავილაპარაკებთ ბატონი თენგიზი ამ გადაცემის შემდგომ ეხლა რა ვიცი დასასრულისკენ თუ 2 წუთი რა ვიცი მე ქალბატონ მარიამთან დაკავშირებით უერთდები თუ არა იმას რომ მე შეიძლება რაღაც რაც მან გააკეთა მე ვთვლი რომ ეს იმსახურებს ძალიან მადლიერებას ყველას და ეხლა ამდენი მამაკაცი ვართ აგერ და ქალბატონ მარიამს უთხრათ და მის დედას მის ოჯახს უთხრათ დიდი მადლობა რომ აი ესე სითბოთი და ესეთი კეთილი განწყობით შეძლეს და ძალიან ბევრი რაიმე თანაც ისეთი მტკივნეული რამეები მოდიოდა მიდან კახეთიდან ჩვენ საქმეზე იყო წასული და ისეთი მძიმე ავარიო მოუვიდა იქ რომ ყველამ თქვა რომ აი შეიძლებაო მაგრამ ნუ აი სწორედ ამ საქმისთვის იყო წასული ყველაფერი გადაიტანა ეს ტკივილები ძალიან ბევრია რაღაც მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ეხლა დგება სიხარულის პერიოდი და სიხარული არის თქვენი ერთობა და ის შედეგი რომელიც თქვენ გექნებათ ალბათონ მარიამს ჩვენ კი არა მეგონი თემა საქართველოს უნდა უთხრას იმისთვის მადლობა რაც გააკეთა იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი პირველი პრეცედენტი რაც მოხდა დღეს საქართველოში რომ მსგავსი მე არ გამიგია ვინმეს მსგავსი გააკეთებინოს მსგავსი ტექნოლოგიით და უბრალოდ აი მექინებს მინდა მიმართო რომლებსაც უნდათ ქალბატონი მალისგან ქვილის შეძენა თუ ასეთ ქვილს შეიძენენ და სახლის მცირე ელექტროსაწყობებში კურს გამოაცხობენ არაფერი ფასი იმას არ ექნება თუ იმ თერმოფილურ საფუარს უზავნენ რაც იყიდება მაღაზიებში ჩვენ და რაც თურქეთიდან შემოდის აქ მე ქალბატონ მარის შევას მივცემდი რომ მან ასევე აწარმოოს მცენარეული საფუარი რომელიც იქნება უკვე დანამატი ამ პურის და კარგი ის თერმოფილური საფუარი გაანადგურებს იმ ძვირფას ქვილს კარგია ამის გაკეთება არ არის დიდი მადლობა კარგი რომ მეთქვით ბატონო გიორგი რამე ხო არ გაქვთ დამატებით თქვენ დიდი მადლობა ეს ოზონი მე დარწმუნებული ვარ აქ ჩვენ პიროვნებას მე დაგაკავშირეთ და შვილი ყავს ლონდონში და იქ უნდა გააგზავნოს რომ შეიძინოს თქვენთან ახლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ თვითონ ისიც დაინტერესდა და ყველაფერი მეტყვი რომ მე ძალიან მინდა რომ ეს სიახლეები რომელიც არის ეს ინოვაციები რომელიც საქართველოს უნდა იყოს ინოვაციური ქვეყანა საერთოდ აი ეს აქვს მიმართულება და აი ეს პროექტიც არის ინოვაციური ბატონ ჩემო რადგან თქვენ მას სიტყვა მოიტანა და ქვილზე ისაუბრეთ მინდა მაყურებელს უთხრათ ქვილისთვისაც ასევე მის შესანახად ოზონი გამოიყენება და არა მარტო საერთოდ ეს არის ტექნოლოგია სოფლის მეურნეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეზინფექციიდან დაწყებული პროდუქტის შენახვა ყველა პროდუქტს თავისებურად განსაკუთრებით შენახვა არის მაფუჭებადი პროდუქტები ხორცი რომელსაც ორჯერ უძლის სიცოცხლის უნარიანობას ამიტომ არ არის აუცილებელი ცხვრის დაყვანა აზიაში შეგვიძლია დაკლათ და ხორცი წაიღოთ ჩაიტანოთ იქ ახლა ამიტომ ეს არის მულტიდანიშნულების ტექნოლოგია ყველა მიმართულებით შეგვიძლია მოვიყენოთ ჩვენ მუშაობთ ნელ-ნელა რომ დავიწყოთ მინიმუმ ჩამდინარე წყლების შემცირება უბრალოდ გასუფთავება ქვეყნის არ დაბინძურება ჩვენ წყლის პრობლემები გვაქვს სერიოზული რომელზეც არავინ არ საუბრობს თუმცა მივდივართ დაავადებათა კონტროლის ცენტრში და საქმის კურსში ვაყენებთ რომ ჩვენ ვიცით ეს პრობლემები ისევე როგორც გვაქვს ტექნოლოგიები და ვისაუბროთ ამაზე ნუ რაღაც ნაბიჯები არის ამიტომ სხვანაირად ფორსირებას აზრი არ აქვს უბრალოდ თავრობას ჩვენ ხელისუფლებას მინდა გავახსენო რომ ჩვენ გვიცავს კანონი ჯანმრთელობის შესახებ ასევე უსაფრთხო წყლის შესახებ და მიაქცია ყურადღება რომ ჩამორჩენილები ვართ ამ თვალსაზრისით რომ ჩვენი წყალი ყველა მახასიათებლით არ მოწმდება არის თანამედროვე ტექნოლოგიები რომელიც გაცილებით უფრო უბნებელს ხდის ისე ვიტყვი ფიგურალურად ათხოვთ რომ ევროპა ამერიკაში და მსოფლიოში შეიძლება ომი დაიწყოს აგერ ახლო აღმოსავლეთში ომია ამიტომ სამხედროებისთვისაც ომის პერიოდში სუფთა წყლის ქონა არის ძალიან მნიშვნელოვანი მათ უნდა ქონდეთ თავიანთი რეზერვუარები ან ყოველ შემთხვევაში საინფექციო საშუალება რომ
ეს მნიშვნელოვანი ძალა იყოს ყოველთვის უსაფრთხოდ. ამიტომ ესეთი მიმართულებით უნდა შევხედოთ სახელმწიფოებრივად ვიფიქროთ ქვეყანაზე და დავიწყოთ იმის იმპლემენტაცია, რაც შეგვიძლია. ყოველ შემთხვევაში, სადაც უკეთესები ვართ, ნამდვილად ცხოვრობთ. დიდი მადლობა და ერთი რამ დაზუსტებისთვის, ბატონო გიორგი. აი, სადაც ცხოვრობ ბინაში. აი, ჟანგბადი რო გინდა კონდეს მეტი. ხო შეიძლება რომ გამოყენებული იქნას თქვენი ისა თუ როგორ არის? როდესაც საუბარი არის სახში გამოყენებაზე, რა თქმა უნდა, შეიძლება პატარა მოწყობილობები ყველას ჰქონდეთ. ესეთი ვირუსების და იმ პერიოდში, როცა ადამიანები ავადდებიან, შემოდგომა თუ დახული, და მნიშვნელოვანი ის ჩართული გაქვთ, ის არის ისეთი ზომის და ისეთ დონეზე მუშაობს, რომ მუდმივად გიცავთ დაავადებებისგან, მათ შორის შემთხვევით შემოსული სტუმარისგან ან სასტუმრო თავყრილობისგან, სადაც შეიძლება ვინმე იყოს გაციებული ან დაავადებული ან გრიპით ან. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ვიკითხავთ, რომ აბასთუმანში რატო დადიან, იმიტომ რომ ოზონირებული ჰაერი ისუნთქო. კარგი ნამოთქვამია, კონდიციონების სისტემაში შეიძლება. კარგი. კონდიციონების სისტემაზე ეგ საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. კონდიციონების სისტემები ქმნის ისე დაავადებებს, რომელზეც არის ძალიან დიდი რეგიონერიზა, ესეთი ატეხილი და ამიტომ ოზონის გამოყენება თუნდაც კონდიციონების სისტემაში სანამ ჰაერი შევა, ეს ამ პრობლემას საერთოდ მოხსნის. დიდი ამბავია. თქვენის ნებართვით იცი როგორ გავაკეთოთ, მე თქვენ დაგიკავშირდებიან ტელევიზიაში ვთხოვთ იმას, რომ აი ბოლოში როცა დამთავრდება ჩვენი გადაცემა, ხო შეიძლება რომ დაეწეროს ოზონთან დაკავშირებით, თქვათ თქვენი ტელეფონი იყოს მინიშნებული, თქვათ მეოთხე ფაზის წყალთან დაკავშირებით თქვენი აი ამასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს მივცეთ საშუალება იმისა, რომ ვისაც სურვილი აქვს რაიმე, აი ამდაგვარი რამ გქონდეთ, მე მგონი ცუდი არ იქნება, როცა გავიმეორე. ინფორმაციული მასალა Facebook-ზე თქვა, ჩვენი გვერდი ოზონ ჯორჯია ესე ქვია და გვერდი ოზონ ჯორჯია Facebook-ზე შეგიძლიათ ნახოთ. ბატონო გია თუ რამე გაქვთ თქვენ, მე ქალბატონი მარიამი და ბოლოს ბატონი თენგიზი. უესმალობა ქალბატონი მარიამს მოგცა საშუალება. და ვისურვებდიო ქალბატონის მარიამის წყალი გადასხმდეს მთლიან საქართველოს და თემების შეძლებაზე. კარგია, ოჩა. ქალბატონ მარიის მეოთხეული ფაზის მქონე წყალი გადასხმდება. მივესალმები კიდევ თუ მაღაზ აკადემია გაიხსნება საქართველოში და მადლობა მინდა გითხრათ ბატონ თემურიჩი. მადლობა და კახა შენგელიას ვაკმიკახა შენგელიას 8 წელია ამ საქმეს ვემსახურები. ჩართული არის ხო? 8 წელია ამ საქმეს ვემსახურები და ნუ ასეთი ფართობი არ მომწემია საშუალება. მადლობა ყოველივე თქვენგანს, გურჩით გომისთვის, ხარდაჭერისთვის და ერთი გუნდი ვართ ჩვენ და ძალიან ბევრ რამეს შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ერთობით ერთობით ძალა ერთობაში. ბატონ თენგიზ თქვენი მე ჩემთვის დიდი პატივია ამ დიდებულ გუნდის წევრი ვიყო და შერეკილებთან ერთად მათთან ერთად გავფრინდე. იმიტომ რომ მართლა აი ამ ფუნქციურ საკვებში და იმაში, რომელიც ღევანდელ დღეს ყველაზე ისე იგი სანატრელი და სანუკვარია, მაგრამ სანუკვარია რაღაც არასწორი ვიმებით მიდიან, რაც გაჩვენეთ უკვე, უბრალოდ თქვენ თვითონ რომ მიხვდეთ, რომ სპირულინა რა არის, რომ ეს სუპერფუდი როგორ შეიძლება დაარქვას ამ იმას და მაშინ ქალბატონი ბარის აი ეს ფუნქციური საკვები იქნება არა სუპერფუდი, არა რაღაცას ხუჯერ სუპერფუდი მაშინ არ იმედი. და ძალიან ბევრი მინუსები აქვს ამ სპირულინას იმას, იმიტომ რომ მის მიერ წარმოებული ქლოროფილის, მის მიერ წარმოებული მიკრობების მიერ წარმოებული იმათ აქვს ხირალური შეუთავსებლობა, აი როგორც მარცხენა ტუფლი რო ჩაიცვა მარჯვენა ფეხზე. აი ეგეთი ის არის და ეხლა ამათ ვერაფრით ეგ მე უკვე გაუგზავნე ამერიკაში, სხვა შორის და სულ ყველა არის გაყუჩებული, გაჩუმებული, ან მასე მე ვთხარი რომ თქვენ ტუფლები შეგეცვალათ. მე ვთხარი და არასწორად აკეთებთ ამ ხირალური იმით ხო. დიდი მადლობა, მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ძალიან საინტერესო ქალბატონ
მარიამის მადლიერების სიტყვებს ბატონი კახაშენგელიასა და ბატონი გოჩაძასოღოვისადმი კიდევ ერთხელ შევუერთდე და ვთქვა რომ აი ამ წიგნის გამოცემაში ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღო ბატონმა გოჩამ და მოხდა ესეთი რამ რომ უცხოეთიდან გვირეკავენ და მე ამ დღეებში 10-მდე წიგნი გავაგზავნე უცხოეთში ძალიან ბევრი ინტერესდება ძალიან ბევრი იმას უნდა ნახოს და ვინც კი ნახა და წაიკითხა ყველა გვეუბნება რომ ამ სიმდიდრის ქვეყანაში მართლა როგორ შეიძლება ცხოვრობდეთ ღარიბად და მე ვამბობ რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე ამ ქვეყნის არის ინტელექტუალური აი ჩვენი ქართველი კაცის ინტელექტი და ჩვენი ინტელექტუალური სიმდიდრე და საქართველოს ჭირდება არა ქუჩის რევოლუცია ამ ქვეყანას არ ჭირდება არა იარაღი და ამ ქვეყანას ჭირდება ერთადერთი ინტელექტუალური რევოლუცია როგორც იტყვიან რომ ნიჭიზალა ინტელექტი როგორ ყალიბდება როგორ ინტელექტი როგორ ყალიბდება ამას საკვები უწყობს ხელს საკვებია პირველი ნომერი და ამიტომ ამბობ რომ ჩვენ სწორედ ეს საკვები და ძალიან ძლიერად უნდა შევიტანოთ ეს და მე ვფიქრობ იმაზე რომ აი თქვენი მონაწილეობით შეიძლება ცალ-ცალკე თუ ერთად არ ვიცი მეცნიერთა კონგრესის დროში იყოს გარკვეული საათი კონდეს თქვათ ასეთი მიმართულების ძალიან ძლიერ მეცნიერებს რომ კვირაში ერთხელ საზოგადოებას ელაპარაკებოდნენ უხსნიდნენ თქვათ ის სწორედ იმ ქლოროფილის და იმასთან დაკავშირებით აგერ ოზონი აგერ მეუთხევლად ყველაფერის დაუბაზე იმიტომ რომ საზოგადოება როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობდა თვალება ახილებული ხალხია თავარი და თვალება ახილებული ხალხი არის მაშინ როდესაც ინფორმაცია აქვს სწორად არავინ არ იცოდა რომ ფოთოლი ასე თუ შეიძლება გამოგვეყენებინა ოზონი თუ შეიძლება ასე ყოფილიყო ის ხალი რომელიც არც იცის ბევრმა რომ ეს ხალი იწარმოებოდა მე ვნახე ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ რობერტ კენედი აგზავნდა სინთეტიკურ პიგმენტს რაც ამერიკაში რო ასეთი აგზავნები მოხდებოდა და ყველაზე დიდი საშიშროება არის ახლა მე რატო ვამბობ რომ ახლა რაიმეს გაკიდვა ჩვენთან ძალიან ძნელია იმიტომ რომ რაც კი აიგრძალა ამერიკაში და იგზალება ყველგან ის რაც იწარმოებოდა ხო ვერ გააჩერებენ ყველაფერი წავა სხვაგან და ჩამოვა საქართველოში ისევ როგორც რასაც თურქეთში არჭამენ მოდი საქართველოში რასაც ირანში არჭამენ მოდი საქართველოში რასაც ახლა ამერიკაში კიდე იქეთქა წამოვა აქეთ ჩვენ საზღვარი დაუცველია ყოველ მხრივ ჩვენ მაგარი შემოძახილი გავაკეთეთ დღეს და დამაფიქრებლად აი ეს არის ქართული საქმე ეს არის სახელმწიფო საქმე ეს არის ეროვნული აზროვნება ეს არის მომავლის საქართველოს აზროვნება ვინც ამ საქმეს ეხმარება ვინც ამ საქმეში დგას მეცნიერია რიგითია თუ ვისაც მოყავს ეს ხორბალი და ვინც იქ ტრაქტორზე ზის ვინც რა ვიცი ყველას ასაც აკეთებს ყველას დიდი მადლობა იმიტომ რომ სოფელი არის საქართველოს ძლიერება სოფელი უნდა იყოს კულტურული ფენომენი აი რომ უნდა უყუროთ როგორც დიდ კულტურულ ფენომენს ეს როგორც იყო ჩვენი წინაპრების დროს მიღებული ჩვენ კარგი გზით მივდივართ მაგრად ვიყოთ ძლიერად ვიყოთ და ძლიერ საქართველოში ვიცხოვრებთ